ვიტამინებისა და საკვები დანამატების ბრენდი ვიტამინ ჯორჯია უნდა გაგაცნოთ. ქართული კომპანია, რომლის პორტფელიც ადგილობრივ წარმოებასთან ერთად იმპორტირებულ პროდუქტებსაც აერთიანებს. ბაზარზე ოპერირების 10 წელზე მეტი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ბრენდმა საერთაშორისო არაერთ მსხვილ კომპანიასთან ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო, მათ შორის სულ ცოტა ხნის წინ ბიუთი ჯარის ოფიციალური წარმომადგენლებიც გახდნენ. კიდევ უფრო მეტ დეტალს, როგორც ახალ საპარტნიორო ურთიერთობებზე, ისე თავად კომპანიის მისიასა და მიზნებზე მისი თანადამფუძნებელი ხატია სახვაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალი ლაბარტყავა ისაუბრებენ. ხატია სახვაძემ 2015 წელს დაამთავრა ჯიპა და ფლობს ბაკალავრის დიპლომს სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ამჟამად კომპანია ვიტამინ ჯორჯიას ერთ-ერთი დამფუძნებელია. ნატალი ლაბარტყავა 2008-2012 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს ინჟინერიის ფაკულტეტზე. აგრეთვე სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. ამჟამად კომპანია ვიტამინ ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. ხატია სახვაძე, ვიტამინ ჯორჯიას თანადამფუძნებელი და ნატალი ლაბარტყავა, ვიტამინ ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის ჩვენთან ერთად. ხატია, თქვენით მინდა რომ დავიწყოთ. დაახლოებით 10 წელია ბაზარზე ხართ, ხო? კი, ცოტა მეტიც. ცოტა მეტიც გამოდის ამასობაში. როგორ იწყება ვიტამინ ჯორჯიას ისტორია? რა საჭიროებება, რა ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე გიფიცგათ, რომ მოდი აი ასეთი ბრენდი უნდა შევქმნათ სრულად ქართული, ასე ვთქვათ, საქართველოში და დაიბადოს ეს ყველაფერი. კი ბატონო, თავიდან ვიტამინი იყო სპორტული მიმართულებით, თუმცა დროსთან ერთად აჩვენა და მომხმარებლების მოთხოვნის ზრდამ და საჭიროებებმა აჩვენა, რომ კომპანია უნდა გაფართოებულიყო. შესაბამისად, შემოიტანა ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მცენარეული ექსტრაქტები, სხვადასხვა სახის ვიტამინები, მინერალები და დღესდღეობით მომხმარებელს, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჩვენს ქსელში აღმოაჩინოს თავისთვის საჭირო ვიტამინი იქნება სპორტული დანამატი, მინერალები თუ რა, ასე შემდეგ. რაც შეეხება ქალთა პროდუქტებს, ასევე დღესდღეობით ძალიან აქტუალურია ისეთი ტიპის დანამატები, როგორიც არის კოლაგენები, თმაკანი, ფრჩხილის ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინები, შესაბამისად ჩვენს ქსელში დღეს ასევე შეგიძლიათ ნახოთ მსგავსი ტიპის დანამატებიც, რადგან ქალები იყვნენ მუდმივად ლამაზები და ახალგაზრდები. კი ბატონო. ნატალი, როგორ გაფართოვდა ბრენდი აი ამ პერიოდის განმავლობაში? როგორ გაამრავალფეროვნეთ ასორტიმენტი და ძირითად აქცენტს დღეს უკვე რაზე აკეთებს კომპანია? პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კომპანია დაფუძნდა 12 წლის წინ ჩვენი ერთ-ერთი თანადამფუძნებლის აკაკი მოწონელიძის მიერ. იმ პერიოდისათვის ჩვენი თანადამფუძნებელი აქტიურად იყო ჩართული სპორტის მიმართულებით და შესაბამისად კაფიოდ ჩანდა ის საჭიროებები, რაც სპორტსმენებს იმ პერიოდში ესაჭიროებოდათ და რაც იქნებოდა სამომავლოდაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულების განვითარებისთვის. ეს გახლდათ კონკრეტულად სპორტული მიმართულება, სპორტდანამატები, ამ სახით მიმდინარეობდა რამდენიმე წლის მანძილზე თანამშრომლობა სხვადასხვა ღონისძიებებთან, სპორტსმენების დაფინანსება, რომელიც ასევე გრძელდება დღესვე, გულისხმობთ სპონსორობას არაერთი ღონისძიების, რომელიც დღემდე აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენს მომხმარებელს ეს ახალი ამბავი არ არის ძიახს. ქართულ ღონისძიებებს გულისხმობთ საზღვარგარეთ სპორტსმენების, ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას თავისთავად და ამ მიმართულებით იყო თავიდან დაჭერილი ჩვენი რაკურსი. შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ შედგა თანამშრომლობა არაერთ ცნობილ ამერიკულ და ევროპულ საერთაშორისო ბრენდებთან, რომლებთანაც მეგობრობა და თანამშრომლობა გრძელდება დღემდე და ამის დასტურია ის, რომ 19 მარტს საქართველოში ჩვენ გვსტუმრობს ერთ-ერთი
ბოდიბილდინგის სპორტის ლეგენდა რონი კოულმენი ვიტამინის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართება თბილისში და ასევე გურშიც სპორტსმენებს მიეცემათ საშუალება და შეხვდნენ პირადად მას გაესაუბრონ გაუზიარონ გამოცდილება და ასე შემდეგ. ამასობაში ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერასაც უცხადებთ ჩვენს სპორტსმენებს და თქვენი წვლილი შეგაქვთ ქართული სპორტის განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ზოგადად ცნობიერების ამაღლების ნაწილზეც ეს ბოლო მონაკვეთი, რაზეც ისაუბრეთ, სწორედ ამაზე მეტყოლებდა. ხატია, ვისაუბროთ წარმოებაზეც, პრინციპში ორივე მიმართულებას ფარავთ, როგორც აქ ქმნით პროდუქტს, ისე გაქვთ ექსკლუზიური პარტნიორობები საერთაშორისო ბაზრებზე. მოდი ეს ორივეს კორელაცია ძალიან საინტერესო იქნება, რომ გავშალოთ ახლა თქვენი პორტფელი. ბატონო, ვიტამინმა ამ წლების მანძილზე ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. შესაბამისად, კარგად შეისწავლა მომხმარებლის მოთხოვნებიც და აქედან გამომდინარე, რატომაც არა, რომ შექმნილიყო ნამდვილი ქართული ბრენდი, პირველი თანაც, რომელიც აწარმოებდა ქართულ საკვებ დანამატებს. ამ ეტაპზე ჩვენი მისია და მიზანი არის, რომ ეს ჩვენი ნაწარმოები პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტზე. ძალიან მნიშვნელოვან ამბავს მივადგეთ, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ რა იწარმოება აქ, რომ შემდეგ უკვე მის ექსპორტზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით ვიტამინ ფაუერის წარმოების ფარგლებში არის სპორტული ხაზი და ეს რა თქმა უნდა გაფართოვდება და როგორც იმპორტირებული პროდუქცია გვაქვს მრავალფეროვანი და სხვადასხვა ვიტამინებით და მცენარეული პროდუქტებით დატვირთული, ასევე იქნება ვიტამინ ფაუერის ქართული წარმოებაც მომავალში. ვიტამინზე და საკვებ დანამატებზე საუბარი, ხო? თუ შეგვიძლია ვთქვათ უკვე საერთაშორისო ბაზრები საითკენ გაქვთ გეზი აღებული მაინც? არაბული ქვეყნები და მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი ამ ეტაპზე გვაქვს გეზი მაგ მიმართულებით. არის უკვე რაღაც ნაბიჯები, რის გაზიარება შეგიძლიათ? მიდის მოლაპარაკებები ამ ეტაპზე, თუმცა ჯერჯერობით ისეთი ნათელი აქტიურ ფაზაში არის ეს. ამისთვის გვექნება დრო და აუცილებლად მოვიკითხავთ ექსპორტის ამბებს. მაგრამ მანამდე აი იმპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გაჯერებული გაქვთ სხვადასხვა ბრენდებისთან, ისეთი ბრენდები, სადაც რაღაც საზღვარგარეთის ბაზარზე ამბობენ თავის სიტყვას. მინდა გითხრათ, რომ ამ კონკრეტული ამბით გათამამებულები ვართ, ვინაიდან ვიტამინეთ თაქცელ ვიტამინში ვიტამინის ფილიალებში უკაცრავად თქვენ არაერთ ძალიან ესეთ ხარისხიან პროდუქციას შეხვდებით, როგორც სპორტ დანამატების მიმართულებით, ასევე უკვე კოსმეტიკური ხაზის მიმართულებით, რომელსაც ახლა განვიხილავთ უფრო ფართოდ და გაგიზიარებთ. რაც შეეხება ვისაუბრებ კონკრეტულად კოსმეტიკურ ხაზზე, ბიუთიჯარზე. ბიუთიჯარი გახლავთ ლატვიური ბრენდი, რომელიც იწარმოება ლატვიაში, ყველაზე სუფთა და გამწვანებულ ევროპულ ქვეყანაში. უკვე მოიცავს 20-მდე ქვეყანას, რომელთანაც ბიუთიჯარი აქტიურად თანამშრომლობს და რო არ შევუდგე ესე კონკრეტულ ჩამონათვალს რამოდენიმე ჩამოგითვლით, როგორიც არის ამერიკა, როგორიც არის შვეიცარია, როგორიც გახლავთ იტალია, საფრანგეთი და ჩვენთვის რაც მთავარია, ახლა უკვე საქართველო. თქვენი ექსკლუზიური პარტნიორობით, ხო? თავის ოფიციალური წარმომადგენლები მათ. და უკვე რა ბენეფიტია ეს ქართველი მომხმარებლისთვის? ბიუთიჯარის პროდუქცია რამდენად მრავალფეროვანია თავისი ასორტიმენტით, მიზნობრივი მახასიათებლებით, რა ვთქვათ, რისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? იძლევა ძალიან ფართე არჩევანს, ნებისმიერი ადამიანისთვის აქვს თავისი პროდუქცია. არ არსებობს ესეთი ზღვარი, რომ რაღაც ასაკი შევურჩიოთ. პირველი შეხებისთანავე თქვენ გრძნობთ უკვე ხარისხს, ეს არის ფაქტი. აუცილებლად დაგიტოვეთ თქვენს თავად რომ გამოსცადოთ. ეს კოსმეტიკაც არის დიახ, ეს კოსმეტიკა არის ზუსტად აი ეს ბიუთიჯარის თავის მოვლის საშუალებები. თავის მოვლის საშუალებები მოიცავს ტანის მოვლის საშუალებას, თმის მოვლის საშუალებები აქვს ძალიან ფართედ წარმოდგენილი. ასევე არის აბაზანის მარილები, როგორც ბურთების სახით და მრავალფეროვანი არჩევანი არის იცით და ჩვენი მაყურებელი ხედავს კიდეც ნაირ-ნაირ ფერში, სხვადასხვა არომატით, სხვადასხვა ხილით, არ ვიცი
კამფეტის და ტკბილეულის შიგთავსითაც არის აქ წარმოდგენილი შოკოლადის და ასე ერთადერთი ნაკლი. ძალიან ბევრი ერთადერთი ნაკლი აქვს, რომ მისი დაგემოვნება არ შეიძლება. მე დაგითხრათ ახლა თქვენ זה გამახსენდა. კი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება ნამდვილად. ხატია, რამდენად მოთხოვნად პროდუქტად იქცა ამასობაში ეს ყველაფერი ქართველი მომხმარებლისთვის, როგორც ერთი მხრივ ვიტამინები და საკვები დანამატები, მეორე მხრივ აი ეს არაჩვეულებრივი ფერადი პროდუქცია, რომელიც აქ გვაქვს წარმოდგენილი. დიახ, პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ვიტამინი ამ წლების მანძილზე ასოცირდება ძალიან ჯანსაღთან, ბუნებრივთან. შესაბამისად, შერჩეული პროდუქციას, როდესაც პირველად ვნახეთ გამოფენებზე და ჩვენ ხშირად ვწუხრობთ საერთაშორისო გამოფენებს ახალი პროდუქტების აღმოსაჩენად, ძალიან მიმზიდველი იყო და ერთი შეხედვით რომ შეგიყვარდებოდა ისეთი და ამიტომ დიდი ხანი არ დაგვჭირდა ფიქრი იმაზე, თუ რომელი თავისმოვლის საშუალება უნდა აგვერჩია ჩვენი ქსელისთვის. ამიტომ მომხმარებლისთვისაც გახდა ძალიან საყვარელი, ზოგადად ისეთი შეფუთვა აქვს და ისეთი ინსპირაცია მოაქვს, რომ ემოციური განწყობაც ძალიან დადებითი აქვს ამ პროდუქტებს. შესაბამისად, მე მგონი რთული არ არის იმის დაჯერება, რომ მომხმარებელს ადვილად შეუყვარდება. არის უკვე აქტიურად ბაზარზე წარმოდგენილი. სად და როგორ შეუძლიათ რომ დაგიკავშიროს? ამ ეტაპზე ჩვენს 15-ვე ფილიალში შეუძლია მომხმარებელს რომ შეიძინოს და ასევე ვიტამინს აქვს ძალიან კარგი ონლაინ გაყიდვები. შესაბამისად ჩვენს საიტზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი პროდუქტი და ისარგებლოს ჩვენი საკურიერო სერვისით, რაც ძალიან კომფორტულია და მარტივი. ანუ e-commerce-ის წილით საკმაოდ მზარდი იქნება. ჩვენ ყოველდღურად ათასობით მომხმარებელი ყავს საიტზე და შესაბამისად ფასები როგორია? რამდენად არის ეს მურგებული ქართულ ბაზარზე? თუ არა ხართ კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტირებული პირობითა, თუ ვისთვის არის ვიტამინის პროდუქცია? არა, ვფიქრობ ძალიან მისაღები ფასები აქვს და დაახლოებით 15-დან 40 ლარის ფარგლებში შეუძლია მომხმარებელს შეარჩიოს. თან ძალიან კარგი ის არის, რომ აქვს ზომებშიც სხვადასხვა ტიპის ზომებით არის წარმოდგენილი თითოეული პროდუქტი და შესაბამისად შეუძლია მომხმარებელს დაუშვათ პატარა ზომები იყიდოს, გატესტოს რომელი ურჩევნია რომ სამომავლოდ შეიძინოს შემდეგ. თუ გამოარჩევდით ტოპ ყველაზე გაყიდვად პროდუქტებს? ვფიქრობ სკრაბები მაინც არის ტოპსელერი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. ეს არის თბილისის წილი ალბათ თუ ხართ უკვე რეგიონებსაც ფარავთ და როგორც აღნიშნეთ, ვიტამინის ფილიალები არის საქართველოს მასშტაბით 15 ფილიალი, როგორც რეგიონულ ქალაქებში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, გორში, ასევე თბილისშიც. თელავშიც, დიახ. შესაბამისად წილი, აი რამდენად არის უკვე, ასე ვთქვათ, საკმარისი პოპულარობის მასშტაბი ბათუმზე დაზუსტებით შევიძლია აღნიშნო, რომ ძალიან აქტიურები არიან. ჩვენ გამოხმაურებები ძალიან ბევრი გვაქვს, კონკრეტულად კოსმეტიკურ ქსელს გულისხმობ ამჟამად, თუმცა სხვა პროდუქციაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. აი ძალიან საინტერესო არის, როდესაც საუბრობთ თუნდაც პირობითად მხოლოდ თავის მოვლის საშუალებებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიტამინებზე, ასე თუ ისე გაჯერებულია ბაზარი. ამ შემთხვევაში რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რითაც მყარად პოზიციონირებთ როგორც ბრენდი ბაზარზე? რომელ ბრენდსაც არ უნდა გულისხმობდეთ, რომელიც ჩვენ ქსელში არსებობს, ყველას განსაზღვრელი მთავარი, ესე ვთქვათ, პირობა არის ხარისხი. შესაბამისად, ძალიან თავდაჯერებულები ვართ ამ კუთხით. არის თქვენი მთავარი გამოცდილება. ჩვენი პარტნიორები მეტყველებენ ამ ყველაფერზე. თავისთავად. ბატონო. და ხატია, წელი მინდა რომ შევაჯამოთ 2024 წელი, როგორი იყო ვიტამინ ჯორჯიასთვის. და შემდეგ უკვე რაღაცა გეგმებით აუცილებლად მინდა რომ გაგვიმხილოთ, რასაც გაგდასახოთ. ძალიან საინტერესო წელი იყო, ვიტამინი ყოველთვის არის აქტიური და გამორჩეული სპორტული აქტივობებითაც, თუნდაც იმიტომ რომ ჩემმა კოლეგამ ახსენა რონი კოლმენის ვიზიტი და 2024 წელს ჩვენ გვქონდა ცნობილი ბრიტანელი ბოდიბილდერის დორიან იეიცის ვიზიტი და ასევე ამერიკელი ბოდიბილდერის კევინ ლევრონის ვიზიტი. ზუსტად ეს ჩვენი პარტნიორების ვიზიტი ვიტამინის სპონსორობით მიუთითებს იმას,
იმაზე, თუ რა მასშტაბებზეა ვიტამინი გასული დღესდღეობით. და ჩვენ 2025 წელს დავაგვირგვინებთ რონი კოულმენის ვიზიტით, რომელიც იქნება ბილტმორ ჰოტელს ფინიშში 19 მარტს 6 საათზე. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს აუდიტორიას და აუცილებლად გვესტუმრონ. ვის შეუძლია დასწრება და გეგმებზე ხომ არ დაამატებდით კიდევ რაიმეს? დასწრების მსურველი ძალიან რატომ უნდა დავესწროთ? ძალიან ბევრი არის დასწრების მსურველი. ძირითადად ეს არიან სპორტული მიმართულების წარმომადგენლები თავისთავად და კონკრეტულად бодიბილდინგის მიმართულებაში ჩვენი ქართველი სპორტსმენები. დასწრება შეუძლია ნებისმიერ როგორც ჩვენს მომხმარებელს, ნებისმიერ ადამიანს. ჩვენ საიტზე შესაძლებელია ბილეთების შეძენა დღემდე და გელოდებით დრო ჯერ კიდევ გვაქვს 19-მდე რამოდენიმე დღე დარჩენილი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატება 19-შიც და 19-ის მერეც თავისთავად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გეგმა გაქვთ და მიყვებით სწორხაზოვნად დასახულ ბიზნესს და ფართოვდებით და ახალ ვარიაციებს გვთავაზობთ, აგერ ფაქტი არის სახეზე და გაფართოება და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების დაფარვა მინდა რომ გისურვოთ. ხატიას მადლობა პირიქით თქვენ ხატია სახვაძე, ვიტამინ ჯორჯიას თანადამფუძნებელი და ნატალი ლაბარტყავა, ვიტამინ ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყვნენ ჩვენთან ერთად.